ახლა კი ალბათ ახსოვს ჩვენს მაყურებელს, როდესაც ჩვენს გადაცემაში ვისაუბრეთ ნიკო ფიროსმანის შესახებ, განვიხილეთ, რომ ფიროსმანი თურმე მხოლოდ სპონტანურად და მხოლოდ შთაგონებით არ ხატავდა, რომ ის ფოტოგრაფიის დიდი მოყვარული ყოფილა და რომ მისი მართლა შედევრების რაღაც გარკვეულ ნაწილს სწორედ ფოტოსურათები უდევს საფუძვლად. ფიროსმანი ფოტოგრაფიას სწავლობდა როგორც ნატურას და ამავე დროს ინტუიციით გრძნობდა მის ღირსებას და ნაკლსაც ვკითხულობთ ჩანაწერებში. დღეს კი ვისაუბრებთ, როგორია ფიროსმანის სიტყვებში, ესე იგი, როგორია და რას ნიშნავს მისი წარწერები მისსავე შედევრებზე. თუმცა იქამდე სიმბოლურად, რადგან შემოდგომაა, გაჩვენებთ ნიკო ფიროსმანაშვილის ერთ ძალიან საინტერესო ნამუშევარს სახელწოდებით რთველი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ძველი და მნიშვნელოვანი ქართული ტრადიცია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ნამდვილ დღესასწაულად იქცა და ჩვენი კულტურის ნაწილი გახდა, ხო? ამ სურათში ყურძნის მოსავლის აღების ტრადიცია მთელი მრავალფეროვნებით და დამაჯერებლობით არის წარმოდგენილი, ხო? ხედავთ კიდეც, რომ მრავალფიგურიანი სურათი არაერთ საინტერესო ტიპაჟს და სცენას გადმოსცემს, თანაც ისე თითქოს ადგილზევე დაუხატავს აი ეს სურათი ქართულ გენიოს. თუმცა სხვათა შორის ამბობენ, რომ ნიკალა არასდროს ყოფილა რთველში, ცოტა დაუჯერებელია, როდესაც ამ ნამუშევარს ვაკვირდებით, ერთ-ერთი სამი კიტნოს მეპატრონის ნიკო სოზიაშვილის ნაამბობის და შემდეგ ამ ნაამბობის მიხედვით გაკეთებული ჩანაწერიდან ვიგებთ, რომ თავად ის უყვებოდა ნიკო ფიროსმანს რთველის შესახებ, ყველა წვრილმანში ვერეოდი, ვუხსნიდი, გულუბრყვილოდ ვუწუნებდი ზოგიერთ ნაწილებს და ჩემებურად დამყავდა მისი ფუნჯი, დიდხანს მithმინა, ბოლოს როცა ურემში შებმული ხარების ტანადობაც დავუწუნე, აიმღვრა და მრისხანით მომაძახა შენ რა გემოვნება გაქვსო. ამ სიტყვების შემდეგ ფიროსმანი დიდხანს გადაკარგულა, რთველი კი აი ასე თავისი გემოვნებით და მართლაც არაჩვეულებრივად დაუხატავს, ხო? ბევრი ასეთი მოგონება არსებობს მხატვრის შესახებ და ჩანაწერები გიორგი ლეონიძის ჩანაწერები ვიცით კარგად, თუმცა მისი ნამუშევრები ერთადერთი უტყუარი ფაქტია იმის, რომ მე-19 საუკუნის თბილისის დუქნებში ყველა დროის საუკეთესო ქართველი მხატვარი ნამდვილ შედევრებს ქმნიდა. იმის მიუხედავად, რომ მისი ბიოგრაფია ასე ვიტყვი წლებთან ვერ მეგობრობს, ხო, დაზუსტებით ვერც დაბადების და ვერც გარდაცვალების თარიღს გეტყვით, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რას ფიქრობდა, როდესაც ის ხატავდა მაგალითად აღდგომას. მადლობა ღმერთსა, რომ დავესწარით აღდგომასა, ქრისტე აღდგა ჭეშმარიტად. ხედავთ, ხო, აი ამ წარწერას, აი ამ სურათის ქვედა ნაწილში ჩნდება კითხვა, რა იქნებოდა ფიროსმანის ნახატები და აბრები ფიროსმანისვე მინაწერების, სიტყვების და ფრაზების გარეშე. ამ სიტყვებს თავისი შინაარსით, განლაგებით და მოყვანილობით განსაკუთრებული წვლილი შეაქვს მხატვრის ფერწერული ჩანაფიქრის და სათქმელის ამოკითხვაში. მაგალითად, მირზაანში ფიროსმანის სახლ-მუზეუმში დაცულ ერთ-ერთ აბრაზე, რომელსაც ახლა ხედავთ კადრში წარაფი, ღვინით სავსე ტიკებით დატვირთული ურმის გარდა გამოსახულია მხატვრის მიერ შეთხსული ლექსის ორი სტროფი. საკმაოდ რთულია აი ამის ამოკითხვა, მარცხენა და მარჯვენა მხარეს ზედა ნაწილში, აი გარკვეულ ასოებს ამოიკითხავთ ალბათ, თუმცა მე წაგიკითხავთ სრულად. რა წერია? ხო, აი ზედა ნაწილში კი ბატონო, მაგალითად აი ერთ მხარეს წერია, ღვინოს ვინ დაიწუნებს ჩვენი ზიარებაო, ზოგჯერ ძალით გვასმევენ, ზოგჯერ გვენატრებაო. ეს არის მარცხენა წარწერა, მისივე შეთხსული ლექსი, მარჯვენა წარწერაზე კი ფიროსმანი გვეუბნება, ვაირა მეაფსუსები სავსე ტიკო ღვინითა, მაჰმადიანი არ მოგიგონებს, თუ ფლავი უდგა სინითა. ფიროსმანის ამ მინაწერების გამისნულ ლაკონურობას დიდწილად დროის მოთხოვნაც განაპირობებდა, არ დაგვავიწყდეს, რომ მე-19 საუკუნის ბოლო წლების თბილისი წვრილ ვაჭართა და მედუქნეთა ურიცხვი აბრების ქალაქი იყო. და ფიროსმანსაც უწევდა ამ აბრების კეთება და შესაბამისად ამ საქმის, მათ შორის აბრების ენის თავის თარგზე გარდაქმნა. მაგალითად, საინტერესოა შემდეგი ნამუშევარი, რომელსაც აწერია ცივ-ცივი პივა ქვედა ნაწილში, ნახატზე ყველა სასმისი სავსეა ლუდით, თუმცა კარგად თუ დააკვირდებით, თუ აღნიშნავენ ხელოვანები ფიროსმანის ოსტატობის წყალობით, წარწერის ასოებიც განსაკუთრებულად სავსენი ჩანანო. თითქოს ის რაღაცნაირად ნახატთან შესაბამის ხო, თითქოს რაღაცნაირად სავსე და გაბერილია. ეს ამ ჩანაწერებს ვკითხულობ წიგნში ფიროსმანი, ანუ ირმის გასეირნება. ხშირად მხატვრის სიტყვები ერთ
მთლიანობა და შერწყმული, აი მაგალითად როგორც აი ამ სურათში, კახური ღვინის საწყობი, რომელიც ზედა ნაწილში წერია, განსაკუთრებული ხიბლის მატარებელი კი მხატვრის ძალიან მარტივი მიძღვნებია, მაგალითად სხვა სურათებზე კამპანიას გაუმარჯოს ბეგო კეთილი ცხოვრება ღმერთმა ყველას გამრავლოს, ან შემდეგ სურათზე ამოიკითხავთ გაუმარჯოს პურმარილიან კაცსა და მისანები. მართლაც ძალიან საინტერესოა ფიროსმანის ფერწერაში გამოყენებული სიტყვების უფრო ღრმა ანალიზი, ზოგჯერ ეს სიტყვები ვკარნახობს თუ რა ტემპში, რომელ ტონალობაში უნდა აღვიქვათ, მაგალითად, მისი რთველი, ქორწილი აღდგომა თუ სახალხო ზეიმის სცენა. ფერწერა თვალით აღიქმება და ფიროსმანისეული წარწერებით მის თვალსაჩინოებას უწყობს ხელსო, ვკითხულობთ ჩანაწერებში. ასეთია უბრალო და მართლაც გენიალური ჩვენი ნიკო ფიროსმანი. ნამდვილად და დიდი მადლობა ქეთუნა, არასდროს დავფიქრებულ ვარ იმაზე, რამდენი რამ იმალება აი ამ მინაწერების უკან. არამს თუ არ დავფიქრებულ რომ არ მოგატყო რაღაცა თითქოს ესე არ მომიკითხავს ხოლმე სიტყვას, იმიტომ რომ ნახატის ნაწილად მიმაჩნდა ყოველთვის და არ ვფიქრობდი რომ აი ამ ხელა აზრი შეიძლება და ყოფილიყო. ძალიან დიდი მადლობა, დარწმუნებულია რომ კიდევ ბევრი რამ იმალება. ფიროსმანის ცხოვრებაშიც როგორც ჩვენ აღნიშნე, იმიტომ რომ ის წლებთან ვერ მეგობრობდა და ბევრი რამ არის კიდევ შეუსწავლელი და მის შემოქმედებაშიც.